გამარჯობა მოგესალმებით, კაცები კვლავ YouTube-ზეა, როგორ ხართ? მისალმებაზეც ამას აკეთებს და დამშვიდობებაზე რაღაცა ცოტა არასწორია. თუ ისე არის იტალიელი ჩაოს რო იძახიან ორივე შემთხვევაში. კი, აი რაღაცა ეგეთი არის. ხა მოაჩინა. სხვადასხვა ემოციით აკეთებს. არ არის, ხო და არ ეს აკეთებს და მისალმებაზეც აკეთებს. გამშორდი და აქ ჩამეხუტე. ხო და არ აკეთებს ერთნაირად და მე მგონი გაჩერებული აქ ეს სტატიკური არის. ალთაბანდობს. ხო და ამას აკეთებს მარტო. მარტო ბოლო ფალანგებს ამოწრავე. კი. ესე პირველად შეამჩნეს 393 გადაცემა. 393 გადაცემა არ ნიშნავს რომ 393 ჯერ აკეთებ ამას. რა არის წინათ სათვალები არ ეკეთა და ეხლა ყველაფერს ხედავს. ვეღარ გამოაპარებ. რაღაცნაირი რიცხვია 390 ნომერო აიღო მანქანაზე. ფასიანი არ არის, მაგრამ დახალზეც არ არის, დახოქვეში ან ნამუცი. რა შევიდ როგორ ახართ? ცოტა გავთვით. ძალიან გაყინული ვიყავ. გავთვით და გავლღვით. ესე გავლღვით. ძალიან თოვლები იყო. კი, მაგრამ ეხლა ეს არის ტალახის პერიოდია. ხო. ეხლა ისეთ დაშრება და მე ალბათ უკვე ისე იქნება რა. შენ გაგეხსნა სეზონი გუდაურში? გუდაურში ამბობენ კარგი თოვლია, მაგრამ არა უსულ ვარ. ამბობენ ნიშნავს რომ ვიღაცისთვის გაიხსნა და ამისთვის არა, კი. გაიხსნა და გაითული არის. ბიჭო, ნუ ცუბიძეზეა გაითოვლი და გუდაურში როგორ არის? არ არის ეგრე სხვა შორის. ეხლა ყველგანო თოვლი იყო და დაკეტილი იყო, ყაზბეგში არ იყო თოვლი. ან იმ უღელტეხილს იქით არ მოვიდა თოვლი. ეს არის გლობალური დათბობა. არა, აირია ყველა. არა, ეს არის ჩვეულებრივი ბუნებრივი მოვლენა. სადღაც არის თოვლი. მაგალითად ეხლა არის ამერიკაში დიდი ამბავია ნიუ-იორკში და იმაში ძალიან დიდი თოვლი. ხო, კი. დაიტაცეს ყველაფერი მაღაზიებიდან. ეგ მაგრა იცი. ისე კი არ არის ჩვენთან რომ უხვათ არის ყველაფერი. ისინი მათხოვრები არიან. არა, იცი როგორ არის რომ რატომღაც დამოყავებული აქვს იმათ ნებისმიერი კრიტიკულ სიტუაციაში შერბიან და ტუალეტის კაღალდი გამოაქვთ. კი, მარტო ტუალეტის კაღალდი კი არა, ყველაფერი. აი მახსოვს, ჩემ მეგობარი პირველად წავიდა ამერიკაში და აი ერთი სული ქონდა, ველოდებოდით რას გვეტყოდა და მოვიდა დიდი თოვლი და ელემენტიც, აი ბატარეიკაც ვერ ვიყიდე მაღაზიაში ის რო შევედი ისეთი გაძარცული იყო ყველაფერი. ესეთი იმითი დაბრუნდა რომ ამერიკა არის გაღატაკებული ქვეყანა. განძარცული უფრო. არა, არა, მოსახლეობას თავისი მთავრობის იმედი რა. ჩვენთან ჩამოიქცა ქვეყანა და სავსე იყო მაღაზია. კაცი შვილს არაფერი არ წაუღიასა. რა თქმა იდოს. ხო ვიცი რომ იქნება. ხო, ჩვენთან ვერ მიაღწევდი მაღაზიამდე, განსაკუთრებით ტროტუარით. რა დიდი თოვლის გა. როდის აქეთ არის ტროტუარებით რო დავდივართ კანქვეშები. ეხა ტროტუარი მომინდომა ტროტუარიცია. ტროტუარზე მანქანა უნდა იდგეს. კურიერმა უნდა იაროს. თუთა უნდა იყოს. თოვლის ბაბუა გააკეთე? თოვლი როცა იყო. თოვლი არა. შენ სნეგავი კი გააკეთე? არა, არ გავაკეთე, ჩემთან გააკეთე სეზონში რამდენიმე. ხო, მე დავამუღამე რომ ბევრი სხვადასხვანაირი იყო. მე კი ვინაიდან რომ ყველას ფოტო არ გადაუღე, ფანტაზიას საზღვარი არა აქვს რა. მე მანქანა დამიზიანდა და პროფილაქტიკაში მყავდა აყვანილი, გაუკეთებია თოვლის ბაბუა, ეტყობა ხელოსნებმა გააკეთეს და სხვადასხვა ავტომობილის ნაწილებით იყო დაკომპლექტებული. ხო, უფრო კიბორგი იყო ვიდრე თოვლის ბაბუა. საიტანასო დაუგდი კარბურატორი ჩანდა. თან ძველი ნაწილები ხო რა ეტყობა თოვლი არ ეყოთ და შეავსეს. ეს ნაწილები შეავსეს. ხვედი არ ეკეთა. კამრის მაგრად ეკეთა პაკრიშკა საბურავი. საბურავი ჩამოაცეს და გააგზელეს მშენებლად. ხამარი არც გამიგია თოვლის ბაბუას. ნუ საბურავი იყო და ისეთ ადგილზე თოვლის ბაბუის დიზაინი წყდება იმის მიხედვით რა ნაწილები რა გაქვს რესურსი რა. არა, ის ნახე მეორე რგოლი რო თამდეო შევიწროება რომ ეგ არის საბურავის ადგილი რა საკამრე. ხო. და ზუსტად იქ ხირის მაგივრად რა ქონდა? ხირის მაგივრად? მახუჩი? არა. ატუიორკა. ხოშეს ჩეულებრივი ხვირი ქონდა. ჩეულებრივი სტაფილო ქონდა. არა, ის ქონდა რა ქვია. თოვლის ბაბუის ჩეულებრივი ხვირი არის სტაფილო. კი. ფუნჯის რაღაცა ქონდა ეთყობა შერჭობილი.
ანუ ფაქტიურად თოლის ბაბაკი რაღაცა დაშლილები იყო. რო დადნება მოვა და ვაგები ესენი ვინ დაყარა აქ იქნება. დავიწყოთ ნიუსები. დაიწყე ეგრედო ეს წოდება. ნიუსები გვაქვს კატეგორიებად. ხო. და ამან თუ გამართლა, ამის მერე სულ ესე იქნება. კატეგორია ჩვენი სამშობლო. ვიღაცის ხელწერავი გრძელი. პედაგოგის ხო? ყიბულის რესტორანში ესე იწყება ჩვენი სამშობლოს კატეგორია. ყიბულის რესტორანში დაცვის პოლიციასა და ჩვეულებრივი პოლიციის თანამშრომლებს შორის დაპირისპირება შუფუთინსკის სიმღერამ უტკამ გამოიწვია. აი ესეთი ამბავი. მოსმენილი გაქვს ეს უტკა? უტკი. უტკი გენერგია? ესე ტექსტი არ მახსოვს, მაგრამ მომიხევი. იხვებზეა სიმღერა? ხვებზე არის, კი. მონადირეები მღერიან? თუ თვითონ იხვევი მღერიან თავის ცხოვრებაზე. თუ თბილ ქვეყნებში უმღერიან როდის ჩამო? აი, მღერის მიხაილი. ხო. სადაც რაღაც მომენტში მოყვანილია მაგალითად რომ იხვები მიფრინავენ. თბილ ქვეყნებში. იხვები თუ წეროები. არა. იხვებიც მიფრინავენ თბილ ქვეყნებში. კი, მაგრამ სიმღერა წეროებზეა. ის სხვა არის სიმღერა. სხვა სიმღერა არის. ხო, შეიძლება იმაზე არ უჩხუბია. არა, იმაზე არ უჩხუბია. წერო პრობლემა არ არის, უტკიო. რამ გამოიწვია აქ რა უთანხმოება ალბათ მიხაილმა. ან გამოიწვია მუსიკალურმა გემოვნებამ, ხო. ეს დაპირისპირება, ნახე რა რადგან ის არის კატეგორია არის ჩვენი სამშობლო. ტრადიცია ესენცია. ან გამოიწვია მუსიკალურმა გემოვნებამ, ან გამოიწვია მუსიკალური გემოვნებაში კონკრეტულად ამ მომღერლის სხვა სიმღერის სურვილმა, ან უბრალოდ მიზეზი იყო და სხვა მიზეზი ქონდა, კუდი რატო არ გახურავს. შუფუთინსკი რას ფიქრობს ამ ამბავზე? შუფუთინსკი ვის მხარეს არის? ცოცხალია შუფუთინსკი. დაცვის პოლიციის თუ კრიმინალური პოლიციის ეს არის საინტერესო. კი, ბოლოს რომ მოვიკითხე ცოცხალია. სად როდის მოიგე? სად მოიგე? Google-ში. Google-ში. კონკრეტულად შოფუტინსკის კითხულობს. რაღაცაზე ვეძებდი და ამერიკის მოქალაქეა და რაღაც იქ არის და მართლა? დიდი ხანია. რა ამერიკის მოქალაქეები მოიგითხე და შუფუთინსკი ამოგიგდო თუ შუფუთინსკი მოიგითხე და ჩვენ რო გავიცანით შუფუთინსკი რო გამოჩნდა უკვე ამერიკის მოქალაქე. და უკვე დიდი იყო. ხო და იქიდან ჩამოიყვანეს სამღერა. იქ იყო პოპულარული იქაურ ბრაიტონზე. ხო და იქიდან გახდა მე აქ. ვა. ნახე შოფუტინსკი როგორ იცის. კი ჩვენ ოთხში შუფუთინსკის მაგაზე კარგად არავინ არის. კატეგორია სოფლიო. ჩვენ რა მაგარია კატეგორია. დონალდ ტრამპი მადუროს დაკავებისას საიდუმლო იარაღი გამოვიყენეთ. ესეთი განცხადება გააკეთა დისკომბობულატორს უწოდებს და ამ იარაღს უწოდებს დისკობობულატორს. რაღაცა სხვა რაღაცის სახელს გავს. ბულბულატორს თუ რაღაცა. ნუ ეხა ეს კაცი სასუნხეთს უწოდებს ალბანეთს და და ძალიან მაგარი ჩვენ ახალი საიდუმლო იარაღი გამოვიყენეთ და დისკობობულატორი და ცნობილია რომ ეს იარაღი რო ჩართეს სოვიეტ ფრენები შედიოდნენ პარალიზება გაუკეთეს ყველანაირ იარაღს და ჯარისკაცებს რაღაც ესეთი, მაგრამ იარაღზე ვერაფერს ვერ გეტყვით, ეს საიდუმლო. მარტო სახელი გაგვანდო, ისიც კაცმარიცი შეიძლება სხვა რაღაცის სახელი თქვა. ხო, რაღაც +18 მაღაზიებში რო იყიდება. ისიც კობობულატორი. კი. რეზინის რაღაცა. დისკო ბულბულატორი თუ როგორ ბობულატორი, ბობულატორი. დისკო ბობულატორი. შენ თვითონ ამასაც ატყუებენ. არა, დისკო. სურა ეჭვი მაგიცი ეს ამახინჯებს თუ ამას ატყუებენ. არა ეს რაღაცნაირად იქცევა. შესაბამი ამბავი გავიგე, ოღონდ ვერ მოგიყვება. არა მაკუპლება. ჯერ ვერ გეტყვი. შემდეგი არის კატეგორია მედიცინა. ჩვენ მოგწეს. ერთი წამი. ერთი საიდუმლო იარაღი ჩვენ ხო გვინდა თუ შეიძლება გვაქვს და საიდუმლოა, მაგრამ შენ თუ იცი რა საიდუმლო. ორი საიდუმლო იარაღი რო გაქვს უფრო მშვიდად ახლა. დისკო ბობულატორი თუ არა, country ბობულატორი მაინც რო გვაშოვია ჩვენ.
არა მინდა ეხლა არ მოწონე. ახალი დაწყებულია გადაცემა ხურდი. ნუ დაიმეგობრე. იმიტომაც ზურგში ჩაგარჩო დისკო პოპულატორი. იქით ბიჭო გვერდში დამიდგა. შემდეგი არის მედიცინა, კატეგორია მედიცინა. ყაზახეთში სამედიცინო ორგანიზაციების მეშვეობით სახელმწიფო სახსრების ფართომასშტაბიანი მითვისების საქმე გამოვლინდა. მოკლედ გაირკვა, რომ ამოიღეს IT მონაცემები, გაირკვა, რომ 768,000 მამა დაახლოებით რა, 779,000 მამაკაც ჩაუტარდა გინეკოლოგიური დაავადებების, მაგალითად საშვილოსნოს სქელის კიბო სკრინინგი. მამაკაც ხო, ანუ მაგით გამოავლინეს და 619 მამაკაც ჩაუტარდა მამოგრაფია გაუკეთეს. ძუძუების ხო, ამით სტატისტიკით მტკიცდება, რომ მკერდი არა აქ ბევრ ყაზახ მამაკაც. მაგრამ აი მეორე შემთხვევაში იცოცხლე. ყოველ მეორეს. საშვილოსნო მეც აქ ვიდრე. ეს საშვილოსნოება არა აქვს, მაგრამ ყელი აქვს. ხოდა 1.8 მილიარდი ტენგე იყო ეს თანხა, რაც $3 მილიონი რა დაახლოებით. ოპა, მან დეხა კარგად თუ შევიდნენ გამოძიება, რამდენიმე ამოვარდა. ირმებს ამოვაჭერით გლანდები. არა, ბიჭო, ნახე, პირდაპირ რო ეცი და დასკვნა გააკეთე, რომ ეს ფული მოპარულია. ხო შეიძლება სხვანაირი დასკვნა გააკეთე, რომ გინეკოლოგების უმრავლესობა ქალს და მამაკაცს ვერ არჩევს. დებილი გინეკოლოგი. ხო და არაფერი შუაში არ არის ფულის მოტება. ხო, არაფერი ფულის მობრძანდით. ვისაც ჩაუტარდა ის ხო არჩევს თვითონ, კაცი რო ხარ და გიბარები. ისიც დებილი არის. არა, მან შენ რომ მიდიხარ ეკიმდა და იმას რო გიწერენ, პირველ რიგში იმას რა ქვია, სისხლის საერთოს. ხო, აი იქ აი ხო არის რაღაცა ის ხო არის, რომ მაინც სისხლის საერთო რო გავაკეთოთ, ეს ხო არის და შეიძლება იქ არის, მოდი მაინც საშვილოსნოს ხელი. სისხლის საერთო და საშვილოსნოს ხელი მოდი გავაკეთოთ, მაგრამ როცა იმაზე არის, მამოგრაფიაზე არის, მამოგრაფია ჯერ არ არის. ანუ ის არის რა. მან ისეთი კალიგრაფიით დაწერა. შეიძლება. ხო და ის კაციც რომ მიდის, ეხოს უკეთებენ რა სკრინ ვერ იგებს. შეიძლება ბიჭო ყაზახურად სისხლის საერთო ისევ საშვილოსნოს ხელი ანგავს ერთმანეთს. მიდიოდა ეს ხალხი საშვილოსნოს ხელზე. მაგრამ ნახე საერთო იქნება რომ არც ერთ ქალს არ გქონდეს საშვილოსნოს ხელის ის გაკეთებული. უცნაური რა იქნება, რომ ვიღაცას რომ რაღაცა ისა აქ აღმოაჩენდა კიდე ოპერაციაზე ფულია გაკეთებული. და უფინანსა მუნიციპალიტეტი. ასტანის მუნიციპალიტეტი. ეს ერთი დასკვნა ხო? რომ ექიმები არიან ისინი, მეორე შეიძლება კალიგრაფიაშია. მესამე რა არის, იცი? შეიძლება ყაზახ მამაკაცებს აქვს საშვილოსნოს ხელი. არა, შეიძლება ის არის, რაღაცა ის არის, ფობია და შიშია რა და ეშინიათ მამაკაცებს. ხო, მოდი ერთი მინახე. კაცო, იმ დღეს შემცველს გაუკეთეს და მე შემამოწმე. მოდი ერთი მინახეთ. ხო არა მაქვს საშვილოსნოს ხელი. ანუ ხო, ითხოვს პაციენტი და ხო და ამიტომ პირდაპირ რო ეცემით და არ ვეცემი არა მე ყაზახებისკენ ვარ. მილიარდი ტენგე სად არის და იქნება სხვა საქმეშია, სხვა საქმეში. კატეგორია საიდუ. მაგრამ ისე თქვათ რომ ეს ეპიდემიაა თუ დამთხევა თუ რაღაცა საქართველოშიც დაიჭირეს სამედიცინო მიმართულების ადამიანი. ხო. თუ ზუსტად ფულის იმაზე. რაღაც რეგიონალური ამბავია ესე იგი. ხო, რაღაცა ფანტაზია იმათ უფრო კარგი აქვს ყაზახებს. ფანტაზია გასაკანი. კატეგორია სპორტი. ბათუმის დინამოს საპატიო პრეზიდენტი ნარკოვაჭრობისთვის ძებნილი აღმოჩნდა. ეს იქ სამშობლოში რატო არ შეიყვანეთ? გამოძიების მიხედვით ინვესტორი, რომელიც თომას შუს სახელით არის ცნობილი, სინამდვილეში ტაივანში დაბადებული მინგ ჩინ სუა. მან ტაივანი 2014 წელს მას შემდეგ დატოვა, რაც სასამართლო მეტამფეტამინის დამზადებისთვის დამნაშავე ცნო. სამი ქვეყნის პოლიცია თომას შუს, იგივე აი მინგ ჩინ ვიღაცას 2016 წელს $364 მილიონი ღირებულების ნარკოტიკების გადაზიდვის დაფინანსებაში წეჭვმიტანილად მიიჩნევს.
რაც აზიის მსხვილი ნარკოკარტელის სემგორს უკავშირდება რა, ესე ქვია იმ კარტელს. უიდეთ. ანუ მართლა ფულიანი კაცი ყოფილა. ვერ იტყვი რომ რაღაცა უბოლო კაც მიაბარეს ბათუმის დინება რა თუნდა? საპატიო პრეზიდენტობა უნდოდა რომ ხო და რა მე ეგეთ კითხვაც მაქვს, რა თუნდოდა ბათუმის დინება საპატიო პრეზიდენტობა შუს. თომას შუს. როგორ უნდა მოვიხსენოთ თომას შუ თუ მინჩინ ჰსუ? შეიძლება ის სუ შუთი საქართველოში სუთ წაიკითხეს. სუ და იმან მინჩინს რას უშვები თომასსა და მინჩინ სახელია. რა ამოწურავი. ახალი იდენტობით უნდოდა ისა რა. ახალი ცხოვრების დაწყება. ხო, თან ესე ბათუმში. ანუ ნარკოტიკები გაყიდა ბათუმის დინამო იყიდა. ბათუმის დინამოს ძვირად გაყიდა. არა, სპონსორია უბრალოდ არ უყიდია. საპატიო რაღაც პერიოდი ეწერა მაგისი სამშენებლო კომპანიის სახელი. სამშენებლო კომპანია იყო. XN გრუპი თუ რაღაც მახსოვს ის ბათუმის დინამოს ეწერა. აუ შუზე გამახსენდა. ეკლე. რა გემრიელია. არა, აქ ყაზბეგზე არის რაღაცა ისა პატარა კაფეტერია. უშაქრო. ხო. კი, ამის ის არის. ხო. და სამსახური აქედან გავრბივარ რომ ნიკოს მიუსწრო ვარჯიშზე. და დათო წამოვიდა მე წამოვალ და აი მისწრებაზე ვარ რა და უცებ გამაჩერა ეს. შუხ ვარ დავატა. უშაქროშუ. კაია. უშაქროშუ. ხო და კაია თუ? სხვა უშაქროშუებს ეს უშაქროშუ. 100 ჯერ ჯობ. და ჩვეულებრივი შუს ვერ მივა. არა, უშაქროა. ხო და სხვა რამეს გეკითხები, ჩვეულებრივი შუსთან ვერ მივა? არ ვიცი. სულ სხვა რაღაცა. მეც რა ერთად რო გავდივართ აუცილებლად ან გაჩერდება იქ შევა. ან იტყვის რომ აქ იყიდება. რაღაცა ვიხედები და სიყვარულს გამო. კი. სამწუხაროდ რომ მივდივარ, ადრე თავდება ეს უშაქროშუ და იშვიათად მარტო შაქრიანი ჟუები რჩება. ამ დროს. არა, უშაქროა ყველაფერი აზიაში. მარტო ამან კი არ მიაგნო ქალაქის ღორმოცელე მაიც. ვინც ადრე იღვიწებე. კი. ძირითადად ამ ფორმაციის ხალხი მოწოდა. გამოდის შუები. კატეგორია მეცნიერება. ძალიან დავერვას. სოფლიოში ყველაზე ხანგრძლივი ექსპერიმენტი 100 წლის ხდება. 1927 წელს კვინსლენდის უნივერსიტეტში ძაბრში ჩაასხეს კუპრისგან წარმოებული სოფლიოში ყველაზე სქელი სითხე რაღაცა 1930 წელს ძაბრსყელი წააჭრეს და იქიდან წვეთებით წვეთების ჩამოვარდნილი სიჩქარის გაზომვა დაიწყეს. 9 წუთი. ჯერჯერობით ელოდებიან რამდენი წვეთი გადმოვა მთლიანად. ჯერჯერობით ამ დროში სულ 8 წვეთია გადმოსული. მართლა? 100 წელიწადში 8. 9 ხო 2014 ჩამოვარდა ბოლო მეცდავი. ანუ თუ ბოლო 12 წელი არ ჩამოვარდა. იმდენად ის არის სქელი და ვერავინ ვერ შეესწრო ვერც ერთ წვეთს რა. ანუ ისე დროს ვარდება რომ იქ დამკვირვებელი არ არის. მე მგონია რომ დამლაგებელი მიხარავს რაღაცას. და ისე მოკვდა რომ ვერ თუ ვერ შეესწრო კამერა არ აყენია? 100 წლის წინ სადიო. ნუ ეხლა ბოლო წვეთი რო დააყენეს ნუ ისე ჩავიდა მეწაში. ვერ ნახე. შედა. ბიჭო, ესეთი მას მოღამი რა, მაგრამ რა სწავლობენ მე? ნუ აი ხო არის იმაში რა, მე რაც ფიზიკაში, ქიმიაში სწავლობ, რომ ყველაზე ყრივი სითხე არის ეს. ყველაზე დაბალი ტემპერატურა არის ეს. ყველაზე ის არის ეს. მაგრამ რაღაცა მაინც ბედი არა მაქვს, მე რო გავიარო ქვემოთ, მაშინ ჩამოვარდება მაინც და მაინც გამოთქმაც იქნება რა. იმ ქალ დამეცემა თავზე. ხარო აგდო იმას. არა, მაგის პირიქით. ხარო აგდო. რა დებილი ექსპერიმენტია. ამას ხო ჩვენც რაღაცა დებილობა ჩვენც დავაყენებ და ბიჭო ვერ დააყენებ ეგეც, რას დააყენებ, რომ 100 წელიწადში 8 წვეთი ჩამოვიდეს. არა, წვეთი არა, სხვა რაღაც. აი მაგალითად ორ აგურს დავდებ და როდის ჩაიხუტებიან ესე ერთ. როდის მიეწებებიან? 100 წლის მე. ხო და არა, ეგ მაიმუნობა არ მიეწებებიან ეგენი რა, 8 წვეთი ჩამოვიდეს. არა, უნდა კონდეს, აი ამას რა ამძაფრებს, რომ 8 უკვე წამოსული. ეხა ეს რო იყოს, რომ არც ერთი წვეთი ჯერ კიდევ არ ჩამოვარდნა დებილობაა. პირველი 10 წელი არც ერთი წვეთი არ იყო ჩამოვარდნა. აი შენ იმედი გაქვს, რომ ის ორი აგური 10 წლის მერე რა არის ამ დროში გავძვრეთ ჩვენ.
მე დაფინანსება მივიღოთ, ხო? კი, რაღაცა მაღოთი ავიღოთ. ხო. კი, რაღაცა იმის საჟილოსნოს ყელი სკრინი ადინა. არა ბიჭო, ძალიან რაღაცნაირ ღვინის ჭიქა უდგას, ხო? ხო, განსხვავებული. ჯერეგროდის ქვევით ის უდგას, ხო, ბიჭო, ჩვენ პატარა ხო, იმის რო. ჩაის ჭიქას რო ნათალი, ეძახიან ხო. თურქები და ჩვენ ღვინისას. ხო, მაშინ რო შეუდგეს 100 წლის წინ. არც გამოუღიათ, მაგრამ ეს თუ 8 წვეთი არის, და ეს რაღაცა უბრალოდ დაცულია თუ ვაკუუმშიც არის? ვაკუუმს არ გავს. არ გავს, ხო, მაგრამ ის უბრალოდ დახურულია, რომ ის იყო. და ალბათ ტემპერატურაა ერთი და იგივე. ხო, თორე რაღაცა გარემოში არის, სიცხეში უფრო ჩამოიღვენთებოდა. შემდეგი არის კატეგორია სიკეთე. თან მაგარი კატეგორია. მოდი ნიუსების მაგვირა დაცი მარტო კატეგორიები. საფრანგეთში სიკეთეში რა შედის? საფრანგეთი მონღოლეთს 10 წლის წინ მოპარულ დინოზავრის ჩონჩხს უბრუნდა. ეს არის სიკეთე. სიკეთეში როგორ მოახვედა? ბიჭო, საფრანგეთი კეთილია. მოიპარეს უბრუნებს. რატო არ მოხდა კრიმინალში? რატო არ მოხდა უცხოეთის ამბები? სიკეთე. და მაშინ 10 წლის წინ. იცი რა კრიმინალი არის რომ მოიპარეს და რაღაცა მაგრამ რო უბრუნებს. მან კრიმინალი აღარ არის, კრიმინალი მომხდარია მაგრამ. არა, 70 მილიონი. 70 მილიონი წლის წინანდელი ტარბოზაურ ბატარის ეტყობა სახეობა არის, ჩონჩხი გობის უდაბნოში მოიპარეს და საფრანგეთის საბაჟოზე ეტყობა აღმოაჩინეს და ამოიღეს. ჯერ საბაჟოთი რომ ეს მოქონდათ რა ქვია. ჯერ ჩონჩხი რომ მოიპარეს ხო უკვე მაგარი არის. ეს ჩონჩხს ჩონჩხთან ერთად მონღოლეთ დინოზავრის კვერცხებსაც დაუბრუნებენ, ეტყობა ეგეც კომპლექტში იყო. ხო, სხვაგან ამოიღეს და ბარენ. ინფორმაციას TRT თურქული რაღაც აგენტოა ეთყობა ის აუცილებს. ვაჰ. მე ესე იგი ეს მართლა ხაშოშ ძალიან ღირებული რაღაც არის, ანუ მუზეუმებისთვის ძალიან ძვირი რამეა, იმიტომ რომ ეს არ ვიცი ხა ეს ეგარი თუ არა, მაგრამ კარგი დაცული თუ არა, მთლიანი არის, ძალიან მე რამ შენ. ხო, მაგრამ ალბათ ძალიან პატარაა, თორე როგორ ხა საბაჟოზე მიქონდა ჩემოდრით. არა, ხო შეიძლება შეიძლება კონტეინერში აა, იყო. დიდ კონტეინერში კი, აი, ქონდა. მანქანები გადაყავდა და ერთ-ერთში იყო დინოზავრი. ფორ ტრანზიტში იყო დინოზავრი. მე რამ შემძრა იცი 70 მილიონი წლის წინანდელი დინოზავრის სახელი იცის ყველა. ბატარი. ჩემი სახელი 100 წლის მე არ აღსანიშნავია. ხო, მაგრამ ეს ამის სახელი კი არა, სახეობის სახელია და რატო ეხა შენი ჩვენ ბატარიო კონკრეტულად ეს იცი. ხო და ის არის. არა, ის ეს სახეობაა შეიძლება რა. ბატარი ის კი არ არის გიორგი. ბიჭო შეიძლება ისტორია მოიტანა. არბოზაური ბატარი ესე არა, წერია. არა. არბოზაურ ბატარი მე მგონია რომ მგონია რომ ის არის, ხო? რაღაცა. ლაბრადორ რეტრივერი. ხო, ხო. არა ბატარი. მე შენ იმას ვებხობი და სხვა შორის აი თქვა შენი ძვლები რომ მოიპარო 100 წლის მერე და 200 წლის მერე საფრანგეთმა დაგვიბრუნოს შენც გახდები ცნობილი. თორე იქ რამდენი იმ უდაბნოში რამდენი დინოზავრი ჩონჩხი გდია კაცი ჟურმა არის ის რა. და ეს ეხა რახანო საბაჟო გადავლილი მე რატო არ მგონია იცი ბატარი, იმიტომ რომ უდაბნოდან თუ მოიპარეს, ესე იგი სახელი არ ერქვა და საბაჟოზე თუ დაარქვეს ეს ბატარი თორე. ის მგონია რომ ეს მუზეუმიდან რომ მოეპარათ კი ბატონო. ბატარი ის არის მონღოლურად. დიდი თუ რა ბაღათური რაც არის ქართულად და ბაგატი რუსულად იგივეა. ხო და ტარბოზარ ბატარ არ მოდი ვიცი მე დავსერჩო. ტარბოზავრი ბატარი. მიდი აკრიფე და ბატარი ხო შენ გაქნა. ბატარია თუ პატარა. პიტერი დინოზავრი. პიტერი დინოზავრი, პიტერი. ბოთორაც იგივეა. ბოთორა მაგიდან მოდი. იმიტომ რაღაცა გულმა რეჩხი მიყო ეს დინოზავრი რო დავინა. შენიანი იყო. და იცი რა მაინტერესებს? კაი, ამათმა მოიპარეს. წაიღეს. სადღაც დადეს. არა, სახეობა. საბაჟოზე ჩვენთან აეროპორტში შედიხარ ნიანგის თავები როდა. სახეობა. სახეობა არის კი. ბატარი. როგორ შეიძლება ერთ დინოზავრს ერქვა სახელი მარტო? დინოზავრუს ბატარუს, ბოთორუს რო იყოს, მე უკვე სახეობა. გასაგებია უკვე. ბატარუს. მოგიგეთ. ხო და წაიღეს, იქ ვერ გამოიყენეს საფრანგეთში. არა, ისინი დააკავეს საზღვარზე. საბაჟოზე და უბრალოდ ეთყობა 10 წელი მიდიოდა ეს პროცესი, რომ ვისია, საიდან წამოიღეს,
იმათმა ჩვენია დაგვიმტკიცეთ იმის ნაწილს მიადეს არ მიაჯდა კარგად. რამე ეგეთივე ბაატარი ხო არა გახტო კითხეს რომ ნახოთ ეს თან ამ კაც ეს ხო ისა ვეშდოკია რა ქვია ქართულად ვეშტოკ რა არის ვეშტო? რა არის? სასამართლოში რასაც მტკიცებულებაა. მტკიცებულება სანამ სასამართლო არ დამთავრდება ქართული კანონმდებლობით იმას არ გამოგატანენ და ხო, და საფრანგეთში შეიძლება 10 წელი და თან შეიძლება დააკავოს კონტეინერი და არც იცოდნენ ვისია მე სანამ გაიგეს ის ოფშორებშია და მოკლედ რა როგორც და შენი აზრით მონღოლებს გაუხარდათ ეს რომ დაუბრუნდნენ? მე მგონია რომ ძალიან ბევრი აქვს შეიძლება ევაჭრებოდნენ დაიტოვეთ და ფული მოგვეცია იმათმა მოუგდეს 70 ლარი მაინც არა ბევრი არ ექნებათ ხა ეს ძალიან კაი მდგომარეობაშია ეს ბაატარი არა ეს ეხა სხვა სურათია ალბათ ეს მე მგონი იმ ჯურასიკ პარკიდან არის ეს სურათი ხო ფრაგმენტი იყო ხელა ხო იმიტომ ყველაზე დიდი ქვეყანა რა თქონდა ეხა ბაატარი არ მგონია რომ მონღოლეთში ძალიან კარგი არ მგონია რომ მონღოლეთში ულანბატორში იყოს სერიოზული მუზეუმი სადაც ბაატარების განყოფილება ცალკე იქნება არ მგონია რომ მონღოლეთში ფასიანი მუზეუმი ვინმე ევროპული გადაიხადა შევიდე ატომღაც კაცი ჩავიდა უდაბნოა მოთხოვნა და წამოიღო ბაატარი და სანამ საფრანგეთამდე არ ჩამოიტანა კაცი ხმა ვერ გაიგო შეიძლება იქ დადიოდა ეხვეწებოდა ჩაიბარეთო და ვინა ვაჭერთ ქსენოფობიის პედალს რა ქსენოფობია მონღოლების წინააღმდეგ რაც მაგათმა ჩვენ გვიქნეს ხო მაგრამ მუზეუმი როგორ არის მას თუნდაც მაგ არა ეგეთი მუზეუმი ხო არ შეიძლება კარგი მუზეუმი აქვს ბაატარები ძალიან ლამაზი და ბევრი ბაატარი ყავთ ბაატარლენდი ეს სექშენ ბაატარ სექშენ შედიხარ და ეროტიკა რა გაქვს კატეგორია შეხარი კატეგორია ნიუსები ამოიწურა ეს იყო დღევანდელი ნიუსები კატეგორიებმა გაამართლა სხვათა შორის თვითონ ძალიან კარგი კი ყველაზე ძალიან მომეწონა მე შენი გამოცხადება ეს სიკეთე მომეწონა შენი გამოცხადება კატეგორია სიკეთეში რომ დინოზავრის დაბრუნებაა ეგ მომეწონა რა მოპარული დინოზავრი დებილი სიკეთეა ბოლოს კროსვორდი და ნეკროლოგიც რომ მივამატოთ უკვე რაღაცა გაზეთი და მივიღოთ განცხადებები რა ტრადიციულად სტუმრის ნაწილია მირი ნიუსების მერე დღევანდელი ჩვენი გადაცემის სტუმარია პირველი ქართველი ქალი კაპიტანი საქართველოში ნათია ლაბაძე გამარჯობა გამარჯობა. როგორ ახარ? არაჩვეულებრივად. როგორ ახარ მისწულო არაჩვეულებრივად. ლაბაძე კაპიტანებს რა მისავ გემის კაპიტანი ხარ პირველი ქართველი ქალი გემის კაპიტანი. კი. რა მისავება ამ გემის კაპიტნებს? არა, ისეთ ჩვენს ფლოტში არაფერი ისეთი არ აქვს. ესე მაგი რო ხტები ერთმანეთს გემებს რო ჩაოლიკი. ხით რომ მოხვედი, გელოდებოდი რომ გემით ჩამოხვიდოდი. ვაშადან ესე შემოხვიდოდი და აქ გააჩერე. არა, აქთან გაჭედილია ეს მოძრაობა. ის არის ვერ დაინახეთ თუ არა, ქვემოთ არის გაჩერებული. გემები რო ხვდებით ესალმები და მარშრუტები რო კი. ხარებს რომ უნდა. ნაცნობი ბათუმში დაამთავრე, ხო? კი, ბათუმში დაამთავრე. როდის დაამთავრე? 2015 წელს დაამთავრე. ბათუმში არ შეძახიან იცი მარია ხოტკა. მარია ხოტკას, კი. ეს ძველი სახელია. სანამ უნივერსიტეტად გამოვიდა. აკადემიაც დაფუძნა ესე რომ ვთქვა. კი. და ის არის რა ქვია 2015-ში დაამთავრე და მე ელოდებოდი თუ სტაჟი უნდა გავიდე. არა, ეგრევე გასაუბრება მანამდე გავიარე და აი მითხრეს რომ ერთ თვეში მიდიხარ გემზე. გამოცდები ჩავაყარე და არა, კაპიტნობა როგორ მივიდა? კაპიტნობა როგორ მივიდა 11 წელი გავიდა რაც ეგრე სტაჟი უნდა დააგრო. კი. თითო ასე რა ქვია პოზიციაზე უნდა კონდეს რაღაც სტაჟი დაგროვებული რომ წახვიდე შემდეგ თანამდებობაზე. ანუ რაღაცა თამაში ვითარი. კი, ხო. გამოცდას ჩააბარებ და კი გულებს აგროვებ კი აკადემიებს ვებს ვაგროვებ და სიცოცხლე რა დრო უნდა გქონდეს გავლილი რაღაცა თუ მანძილი აი ხო არის რაღაცა არა პერიოდი აი თვითონ შე რომ ამდენი საათი ნაფრენი პერიოდი რამდენი ხანი ხარ გემზე ნაცურავები მაგი არის ჩვენ ესე რომ ძალიან ნელ გემზე რო იყო და ბათუმიდან კომუნიკაციაში რომ გადახვიდა და გადმოხვიდა ნელი რა თქინა აი პორტში რო იდგეს მთელი 5 წელი გემი და შენ ხარ ზეთ
რა ვიცი, სტარპომი თუ რაღაცა. კი, მასე შეიძლება. კი, აბა. სანქცირებული გემი. შენ კი გეტყვება უშავო. მაგრამ სოფლიო worldwide აღარ წერია შეგნით რა, იქ წერია, ну, საქართველოს ტერიტორიაზე, შავ ზღვის ტერიტორიაზე ნატურალური. კი, მაგაზეც დინარე ძევრულას კაპიტანი. კი. რა მაინტერესებს ახლა? ეს კაპიტანი თავისი გემი არ ყავს. არა. არის ვინმე კაპიტანი თავის გემი რო ყავდეს? რავი, თუ იყიდა მისთვის არის. ბარბოსა. ჩეკბეგურა. აი დავდო დღეს გაგიშვეს და წახვედი არ ვიცი რუმინეთში სადღაც. არა, ნუ რაღაცა საზღვაოა რუმინეთი რა. შავ ზღვაზე მიანდექი და წამოხვედი. რო ჩამოხვედი და დაისვენე ერთი კვირა. შეიძლება ხვალ უკვე სხვა გემზე დაგსვან და წახვიდე? არა. ჩამოხვედი ერთი კვირა იქ იყავი, ჩამოხვედი. ნუ არ ვიცი რაღაცა წაიღო ამ ტვირთიან გემმა და წამოიღო და. არის მასეთი არის ოფშორები ქვია უმეტესად. ორი კვირა მუშაობენ, ორი კვირა ჩამოდიან, ან ორი თვით. ექსპარამია, ანუ არა, იგივე. ერთ გემზე წახვედი, არ კაი, დაუშვათ მადაგასკარზე და ჩამოხვედი. კი, მასე შეიძლება. მე უკვე სხვა გემი შეიძლება დაგიყვან, მე ხა სხვა გემია და უნდა წახვიდე? ხო, სხვა გემი. ერთი და იგივე გემზე არ დავდივარ. ეკიპაჟი სხვადასხვა. ერთი და იგივე გემზე. ეხლა რა მაინტერესებს? ხო, ანუ შენ ისა ხარ რა, ფრილენსი ხარ რა. ხო, ფრილენსერი ხარ. ამ გემით რამე დარღვევებს აკეთებ? ან ჯარიმები მოგდის? კი, აბა. სიჩქარის გადაჭერა. ჩაუჭერი სხვა გემს. ან რაღაცა პარკინგი არ დააყენე. პარკინგი არასწორ ზოლში გაიარა. კი, არის ჩვენ და კი, ევროპაში უმეტესად, იმიტომ რომ გიყურებენ. მათ კამერებია და მაია, არა, სპუტნიკი და ტრანსპონდერი თუ რაღაცა. ხო, GPS-ით გაკონტროლებენ, სწორად დადიხარ თუ არა, თუ გადაჭერი არა. თუ გადაჭერი რეგიონები ან კაპიტანი გემი. მაგი სინგაპურში. ხო. ესე არის რომ გემი ამოგიდგება და და როცა დავაი დამიდე. არა, თან როგორ იცი გვერდიდან ჩამოუწევ. მიდი გამასწრა. დამიდე კი არის ეგეთები? მასე ახარ დამინახავს. გემის კაპიტანი ხარ. დიდი გემის კაპიტანი. აი, ხო, რა მაინტერესებს, ხო არის საკრუიზო უშველებელი გემები, არის ტანკერები, რაღაცა ავტობიგადა. მე ესე რომ ვთქვათ, ჩქარ გემებზე დავდივარ, კონტეინერ მზიდები, რომ ერთი ადგილი მანქანები შეიმჩა. მანქანები შემჩაუყენინი. ესა ტემუდან 2 ლიტროსი გემოა. მაგი ჩავიტანი. შენი გემია? ეგეთ რა დააჩქარა. გადუარეკეთ. ვახ. რა მაინტერესებს, ანუ შენ ეხა დაუშვათ აი ხვალ რო წახვიდე. არ ვიცი, კვირაში ან რაღაც. 19-ში მირეკავდნენ წამოდიოდა, მე უთხარი არა ჯერა. აი შეიძლება რომ თქვა რომ არა, ხო? კი, ხო. ორი თვე არა ჩაკ. არა, რაღაცა ის ხო არის. უკრიბას სადგურში რო არის ხენი ჟერია და კიდე არ გინდა. სინგაპური ორი რასი. სინგაპურში მივდიოდი ზუსტად. კი, აი ესე გაქვთ გემებს, აი მარშრუტკები რომ წელავდნენ. წიროქები მიწაშერონება. კი. მე თვითი რო აკრო. არის მასეც. ვინ პირველი მოასწრებს, იგი შემოვა პირველი, ესეც არის ჩვენთან. პორტში შემოვა პირველი, ხო? ვინც პირველი ზოლს გადაკვეთავს მაგალითად, VTS-მა დააყენა, ისე რა ქვია, ერთი რომელიღაცა ზღოლის, რომელს გადაკვეთის მომენტში ის ხედავს, რომ შემოდი. საზღვარი გადაკვეთე რა. აი მაშინ გეუბნება, რომ ვინც პირველ ამ საზღვარს გადაკვეთ, ის შემოდის და მეორე უწდის, სანამ ხო ის დაიცლება პირველი. გემი რო შემოდის პორტში და ჯერ რო ელოდებიან თავის ადგილზე შორს რო დგანან, ხო არის, რა ქვია? რეიდი. ხო, რეიდზე რო დგახარ. მაგ დროს უკვე შენი მისია შეასრულე და კატერით შეგიძლია წამოხვიდე თუ სანამ პორტში არ შემოვა ბოლომდე. არა, როგორ უნდა შემოვიდეს პორტში. და მაშინ ითვლება რომ ჩაგაბარეთ, კარგად იყავით. კი, არა, ისე ჩვენ რო შევდივართ და რო ეტყვი რომ უკვე ტერიტორიულ წყლებში ვართ, მაშინ უკვე ითვლება გემი რომ მისული ხარ იმ ადგილას და მე როდის დაგიძახებენ ეს უკვე თავისუფლებაზეა დამოკიდებული თუ არის პორტი თავისუფალი და ნაცნობობაში ხო. ეხლა რა მაინტერესებს? აი რთული შესასვლელი და გასასვლელები როა. არის. იქ მართლა ამოდის ვიღაცა და ყველგან ამოდის. რუთან არ დგება, რუთან არის ჩვეულებრივი მატროსები. ესე რომ თქვა, მე ყველას გონიათ რომ კაპიტანი ატარებს არა. კაპიტანი უბრალოდ მართავს.
ზღვაში აძლევს ვიღაცას უფლებას, მაგრამ აი ძალიან ისეთი მოსახვევით თქვარი. იქ თვითონ ატრიალებს, რა. ბარბოსა თვითონ დადგება. საჭესთან ხო? ანუ ეს штурмანი რო ამოდის რას ამბობს? ეხლა იქ მოუხვია, ეხლა აქ მოუხვია, ხო, გეუბნება სად არის ღრმა წყლები, სადან უნდა შეხვიდე, რომ პილოტი. არა, მაგი არის პილოტი. ლოცმანი. ლოცმანი ვინ არის? ბოცმანი არის მატროსების უფროსი. მატროსების უფროსია ბოცმანი. მაგ ერთი პატარა ის იუნგები აღარ არის, ზემოთ რა. ისა რომ მიროდა რა. მაგი არის იგივე მატროსი. შემოთავაზება მაგ თუმაც. აი ხლა გაცდი, რო დავამტკიცე. გემის კაპიტნებს აქვთ ესეთი პრივილეგია, თუ რამე კუნძულს აღმოაჩენენ შემთხვევით. შეუძლიათ სახელი დაარქვათ. ხო იცი? გამიგია, მაგრამ ესე არ შემოხვდება. წააწყდი ისეთ კუნძულს უსახელოს და იმას და არქ ჯანელიძე შენი რამე. ჩემი არა. რატო თვითონ ცუდი გვარია? ბევრი კუნძულია ლაბაძე რომ გვია და კიდე ერთი სად წავიღოთ არ ვიცით თუ რა. ეხა ისე სად ეტენება? მე მაინც არ ვიცი. მიხდა რომ არაფერი არ გამოვიდა, ორი კუნძული. არქიპელაგი თუ. მეორეს და ეხა ვარ სკოლებზე რომ დაიწყეს სახელების დარქმევა და ხო, მაგრამ იმდენია რომ ყველა არქმევს და ხო, და არის საიტები სპეციალური, რომელსაც შეგიძლია დაურეკოთ, თანხა გადაიღებო და ზამე კონტინენტი ფულს გადავიხ ჯანელიძეებს გვაქვს საგვარეულო კავშირი. გავითვალისწინებ. მეორე თქვენი იქნება პირველი ლაბაზები. ნახე. ეხლა მე გასწავლი მაგასთან ვაჭრობას. კუნძულს ლაბაძე დაარქვა და ყურეს დაარქვა ჯანელიძე. ცოტა ნაკლებს, მაგრამ იმ კუნძულს ექნება 8 ყურე. კარგად დაგაყიდიებ მაყურე. კუნძული არის 2 კუნძული თუა სრუტე ხო იქ. ჯანელიძის სრუტე. დავარქვათ რა. წიგნებში და ფილმებში არის რომ გემზე არიან ვირთხები. კი. ნერე? არა. მაგისტრის გვაქვს სპეციალური ხაფანგი. ხაფანგი არა. ფოცხვერი არა. ბაგირი რო არის ჩაშვებული, რომელსაც ამაგრებ, იქ უმაგრდება სპეციალური მტვალი, აი რო არ ამოვიდეს. მაკედან ამოდია გემზე? აი ზოგჯერ ამოდიან. მე კიბეებიდან და თავისუფლადაა თუ კი. ზაურიც ამოიყვანს რო რა. არა კი, შეიძლება. არ შეიძლება ცხოველები. ეს მართლა ესეა, ანუ შენ გაქვს უფლება რომ თუ ვინმე იქორწინა, არ არის კაპიტანს აქ ეხაც ისე. ეხა იქორწინა გარდაიცვალა ან იმშობია რა ესე რომ ისე უფლება ზღვაში გადააგდო. არა, დაწეროს გარდაცვალების ცნობა. ცნობა ან დაბადების ცნობა ან ქორწინების მოწმობა. და გადასწრება. და ძალაშია ჩვეულებრივ. კი, ჩვეულებრივ ძალაში. რა ხოლმე ძალაუფლება მაგარია. განქორწინება თუ კი, მაგით შეიძლება. ეს არ დაბადა. გვარი შეგიძლია გადაიკეთო გემზე, მაგი არ ვიცი. მაგი აღარ ვიცი, მაგი უნდა დავკონკრეტო. ბიზნეს დაგაწყები. გვარი შეცვლის ბიზნესი. ეს კუნძულის ემოგი. წახვალ, აი მე აჭყაპუშკავები ჩამოიყვან 700 ბაგრატი. თუ იჩხუბეს იმ კუნძულზე გადასვი ჯანელიძეზე. საერთოდ კუნძულები ის ეგრე იწყება დასახლება ისტორიულად კი. კუნძულებზე ავსტრალია დაიწყო მასე. ხო, უბედური ხალხი იწყება ჯერ. ერთი რამ მაინტერესებს. ეს ცნობილი როა, რომ ქალს გემზე უბედურება მოაქვს. ო, ბიჭო. რო ამოდიან ეს მეზღვაურები და შენ რო დაგინახავენ არჩევიან. არა, უკვირთ პირველად რო ამოვიდნენ ახლა. აზიაში უმეტესად არ უკვირთ, მაგრამ ევროპაში უფრო მეც უკვირთ, რომ ქალი მეზღვაურები რო არის. კი, ამერიკაშიც ახლა მაიამიში რო ვიყავით, ასე მიყურებ და მართლა უფროსთან შემწეხარ, მართლა და ვრავშობოდი, წი მოვიყვანდით ჩემ მატროსებს, დავაყენებდი ვინ არის თქვენი სარპომი, აი ნათიას, დამოწმებულია, სიას ვანახებ. Chief. Chief officer. და რამე სპეციალური პასპორტი აქვს კაპიტანს? რომ ყველგან შეუძლია ჩასვლა ხო, რაღაცა ეგეთი არის, ხო? არა, ჩვეულებრივი პასპორტია, მაგრამ მეზღვაურის წიგნაკიც ხო, იმიტომ რომ სადაც ქვეყნებში შედიხარ, ყველას ვიზა რო იღო, ვერ ისე რა ქვია, გემზე თუ ხარ,
გარკვეულ ქვეყნებში არ გაქვს ვიზის პრობლემა და მაგალითად ამერიკაში ვიზა უნდა აიღო. მაინც უნდა აიღო, რომ გახვიდე გარეთ. თუ არ გაქვს ვიზა, გარეთ აი გემბანზეც ვერ გახვალ, რომ ხო, არ შეიძლება. ნუ კაიუტაში უნდა იჭდე. შიგნით გემში. რო დაიჭრანო ილუმინატორი დახა. მე უკვე კოსკარტი ამოვარდა, მე უკვე კაპიტანს დარხეულია. კაპიტანს რამე ცალკე კაიუტა აქვს, ხო? კი. და განსხვავდება ეს რაღაცა. ყველას მე თავისი კაიუტა. ხო, განსხვავდება რამე რიცხვი. ოროთახიანია. ხო, დიდი კაიუტა. დიდი კაიუტა. ესე იგი ოფისი. მოშენების პერსპექტივა. მოშენების პერსპექტივა, კი. პილოტის კაიუტა გვერდზე არის და ის მოიშენე. სამზარეულოც გაქვს, შენ თვითონ იმზადებ და ჩადიხარ იმაში. არა, ჩადიხარ. ეს მზარეულზე მე მინდოდა დამეწყო. ყავთ კოკი თუ? კი. კარგი რაღაცებს აკეთე? პირველი კონტრაქტი ისეთი ცუდი რაღაცები იყო, მთელი 3-4 თვე მარტო კორნფლექს ვჭამდი, მეტი არაფერი არ მიჭამია. და როგორ იცი, კლინ სუპი რომ მოქონდა და რო შეეკითხებდა კაპიტანი ეს რა არის, რას გვია კლინ სუპი. აი პოლი რომ ერთი კვირა წმინდა და მერე გაწრო ეს ისეთი იყო რა. აი ხო, წყასო, კლინ სუპი. ხო, სუფთა და კლინ სუპი. აი მასეთი. YouTube-ი ჩვენ რო გვიხდის ფულს ნახვებს. ფილიპინელები თქვენი მაყურებლები იქნებიან ამის შემდეგ. რო დასვა ეს ჯგუფი და აყურები. იმდენია. დასჯის მეთოდი. დადგები კუთხეში. ამ გადაცემას უყურებ. აი შენ. გავითვალისწინე მაგას. 393 საყურებინე შენ თავს. და ჩვენ შევამოწმებთ სტატისტიკას. ისე დღეს დამირეკეს, ბოდი შეგაწყვეტეთ, დღეს დამირეკა მე ვინც შევცვალე და მე უნდა ავიდე ახლა ისევ იმ გემზე, იმან მითხრა დაჟე უკრაინულ საიტებზე დაიდო რომ მე გავხდი კაპიტანი, ავიდე. ხო, უყურებდი მეთქი რა, არაო ჩვენო ელექტრომექანიკმა ამოვიდაო და ისე გახარებულად მითხრა, იცი ნათია უკვე პირველი ქალი კაპიტანი გახდაო და მთელ მსოფლიომ უკვე იცის და მე ვთქი მართლა არ ვიცი. რამდენი ხართ ხალი კაპიტანი? აი, ბევრი არიან ამერიკაში ძალიან ბევრი არის. თურქეთში ჩვენს მეზობელ ქვეყანაში ძალიან ბევრი ქალები არიან. ერთ-ერთი ვიცნობ ჩვენთან კომპანიაში არის, მაგრამ ტანკერებზე დადის ის სტარპომია. ნუ ტანკერები არ იცოდა. შენ გახდები ტანკერები და რა. რამით განსხვავდება ძალიან პატარა გემის კაპიტანი და უშუალოდ მეთევზეების ხო რაღაცა დაუშვათ რაღაცა კაპიტანი და ტანკერის კაპიტანი. რამე კლასით განსხვავება არის თუ უბრალოდ ის გემი მოუწია და არა, კლასები კი, შეზღუდვა თუ არ გაქვს, შეზღუდვა. ჩვეულებრივ მანქანაზე მე დავჯდები, მაგრამ ტრეილერის სправა ცალკეა. ხო, კი, მასეა ჩვენთანაც. კი, არის მასე. 300 კროსტონაზე ზემოთან, 300 კროსტონაზე ქვემოთ მაგაშია შეზღუდვები ჩვენთან კი არის. დიდ შტორმში მოყოლილ ხარ? კი. აი, YouTube-ზე რო არის. მაგრამ ჩემ გემს მასე არ არის ასე რომ უყურებთ და იგი, მაგრამ ესე რომ გითხრათ, ტანისამოსი რო დაგიდო ან ფარდა ისე დამოძრავს მისი ცხოვრება აქვს რა, ჩემ ფარდაზე. კი, მიდი მოდის. და შიგნით არ მოქმედებს თუ მიჩვეული ხარ? აი, ზემოთ ხიდურაზე რო დგახარ, ძალიან დიდი მოქმედება, 25 გრადუსი იქით-აქით, მაგრამ ქვემოთ მანქანაში რო ჩადიხარ, წყლის ქვემოთ რაც არის, ის მასე არ მოქმედებს და უფრო თითქმის არ მოძრაობს. კი, თითქმის არ მოძრაობს და იქ ჩადიან თუ რაღაცები უყენია კიდე რომ გემი არ გადაყენებს. მაგი პასაჟირ გემებს აქვს, ჩვენს არ აქვს. არა. წყლები აქვს. არა, მაგი ჰილინგის, კი, მაგი ჩვენაც გვაქვს. იგეს როგორ აქვს, იცი, არ მახსოვს ზუსტად რა ქვია, ფრთებსავეთ იმაშობიან და აწონასწორებენ, რომ კი, რომ არ იმას უბედურება არ მოხდეს ზემოთ. რომ ამდენი ადამიანი რომელიც ისტორიული რაღაც. როგორ? ბალასტი კიდე დააქვს გემებს თუ? კი. ბალასტით ათანაბრებ გემს რომ გააწონასწორო, რომ არ ჩაიძიროს. წყალია, ხო? მარილიანი ზღვის წყალი. გაქვს სხვა რამე რო იყოს. სხვა მაგალითად რა. ამაზე იაფირა უნდა იყოს სხვა. ღვინო. და თან მრავალჯერადი რა. თევზი. თან გადაიტან რაღაცას, აი დინოზავრის. კი, მაგრამ ერთი ჩვენთან ახლა კომპანიაში, კოლუმბიაში აკრძალულია, ისა რა ქვია, თევზაობა.
იმიტომ რომ იყო ის შემთხვევა რომ 26 კილო თევზი დაიჭირეს და უფროსმა თანაშემწე იმდენ შეჭამა რომ მოიწამლა და ერთად გააფრინეს. ხო, აი ავსტრალიაში ადამიანები დაიჭირეს 26 კილოს სელაპი ხო არ ხარ 26 კილო თევზი ამ შეაჭამ არა თლად დაიჭირეს 26 კილო ესე რომ ვიცი მაგრამ იმან უფრო მეტი 13 ყველაზე რთული არის ალბათ საკრუიზო გემები, სადაც ხალხია? კი. შარიანი ხო. ჩემთან მოიდგინე ხო ვის რა მოუვათ. კი. სვამს წევა და ცეკვავს ერთობა არწყევს და ასე შემდეგ. აი ყოველდღე რომ დაგირეკე. ეხა ხო ქვანახშირი რომ მოგოგა არ სვამს ასე. ქვანახშირია და თავისთვის არის. იცი რა მაინტერესებს? პირატებთან მოხდები ხარ? კი, მაგრამ ესე რომ ვთქვათ, სომალებთან? ჩემთანაც იყო შემთხვევა, რომ ლამისა ამოვიდნენ გემზე, აი ძალიან შემეშინდნენ. ლამის არის. მოდივარ. მასე იყო, ქვემოთ გაჩერდა და კიოძიზე მოდი. ხალხავდით აქედან? არა, ნუ გემი იყო ისე. არა, მე მინახია დიდი ჭავლით იმაში. კი, მაგრამ ის სინგაპურის სტრეიტში უნდა გავსულიყავით და პილოტმა დააგვიანა, ამოსვლა და გავედით ზღვაში დრიფაობის დროს. ხამის 3 იყო საათი, როცა ჩემი ვახტაზე ვიდექი რა. მოაკაკუნეს. არა, ჩუმად მოვიდნენ ორი გემი, ისე პატარა გემი იყო რა. აი 10-15 კაცი თითოზე იყო, ისე იყო რა. აი ერთ-ერთი მატროსი რომელიც წრეს ურტყამდა რომ დაცვასავით უყავდა რა. მაინც ერთი კარები იყო ღია. აი შენიშნა და მეუნება რომ ისე რა ქვია, ნატო რაღაც გარეთ არ არის სუბტატო რა, გადმოხედო ზემოდანო და რა გავიხედე, აი რადარებზეც არ ჩარდა ისეთი სიტუაცია იყო. კი. ხო, შუქი გასაბერი არა, ლოდკასავეთ ხის ხო, ალბათ ხის ნავი. რო გადავიხედე და რო ვიკივლე რომ გადაგიდან მე ვაიმე ნატია ოთახი გადაშენდი სოჩი უნდა დაუქნიო ცუდი შუქავი ჩავრდა და ჯენერალ ალანს დავაწექი და კაპიტანი ლამისა საცვალით ამოვარდა რა ხდება აქანე რო დაინახა იმენე ქვემოდან ასე მიწახოდნენ რა შობი რატო ჩართეო რა მათენაზე რა შობი გაიხარე ჯიგარი და წავიდნენ ჩვენ გავიქეცით ესე რომ ვთქვათ ჩვენ გავიქეცით უკან მოგზდებდნენ ერთი 20 წუთი ასე იმით იყავით რომ უფრო ჩქარა მიდიოდეთ ჩვენი გემი ყოველთვის სტრაფი გემებია კონტეინერი მზიდები რომ ერთი ადგილიდან მეორეზე მანქანებიც ამოგიყვანეთ ყველაზე უცნაური ტვირთი რა გიტარები გემით ხო აუცილებლად მატარებელი კი სათამაშო თუ ნაღდი ნაღდი უფრო სწორად მეტრო იყო აივანში მეტროს მატარებელი ხო აი ხეებიც იყო ხეები ცოცხალი ხეები იყო კონტეინერში ხეები ჩვენ არ გვიქვის და ისა რა ვქო თუ გინახავს აი ავიამზიდიან რაღაცა რა შეგხვედრია ზღვაში ავიამზიდი კი ავიამზიდი ძალიან დიდები არის აი შერო ამ 375 მეტრიან არა მაგას ეხა ყველაზე ძალიან ისეთი რაც შემხვედია ამ კონტრაქტზე იყო აი რაკეტა გადაქონდათ იმენა თრიანად რაკეტა მაშინ მივდიოდი ტეხასში მივდიოდი მანქანა არის მასკის ის გადაქონდა არ ვიცი ვისი იყო მაგრამ იქ დავინახეთ რა ვისი იქნება ხო ნასას ძალიან დიდია ეს რაკეტა აი კი ვეშაპი გინახავს კი ვეშაპი მინახავს ხელს რო ასე გიქნევს კი ზოგჯერ გადაბრუნდება და ესე ხელს ესე ხო არ აკეთებს ესე არ აკეთებს უი რა კითხვა მაქვს ეკვადორს რო კვეთავ ბევრი ისინი გვაქვს მონანახი და წაკითხული და რა მეხდება მაგრამ კი ნათლობა არის პირველად კი პირველივე კონტრაქტში მომიწია მაგი ნათლობის ესე იგი გადახდა ეკვადორზე კაპიტანმა სპეციალურად ამობეჭდა ეს რა ქვია ფურცელი სადაც დააწერა ნათიალაბადზე ამა და ამ დღეს ამა და ამ გრადუსებში გადაკვეთა ეკვატორი კაპიტნის სახელი გვარი და ამოვიდა
გადაგეთ ფეხით რო ქონის გადაგეთლი არ ითვლება, ხო? მაგი აღარ ვიცი, მაგრამ გემით რო გავიარე და მომცეს, მაგი კი ვიცი. წყალში არ გადაგაგდეს კინოში. წყალი დავლიე. მარილიანი წყალი და ანუ არის იმის ნაწილი, ხენ გემიდან ვერ ჩაგაგდებენ. ფორმაში ამოვიდა ყველა ხიდურზე ლამაზად ჩაცმულები და ხალხი გაგიჟდა რა ხდება დღეს რომ ყველა გამოგვიძახეს ფორმაშიო და ეკვადორი. ნათიას ასწორებსო. ნათლავთ რა. ძალიან დიდი მადლობა ნათია რომ იყავით ჩვენთან სურათ. წარმატებებს გისურვებ. ხო, ჩუქარი გვაქვს. საჩუქარი ხა არ ვიცი შემდეგ გემზე ვინ შეგხვდება შენ ზარეული და რას გააკეთებს თუ ნახე რომ ისევ წყალწყალად სუპს გაჭმევენ ესე იგი დათო ეხა გეტყვის ნიკოლა ხორცპროდუქტებმა გამოგიგზავნა ეს რაღაცა დრო გაგიტანს ხმელეთამ როა ხვალ დარიგებას ნუ კიდე მოდით ნიკორას ტავარი მაქვს გადადევი შენთვის ოროთახიანი ხო გაქვს მაცივარი გაქვს კი მაცივარი მაქვს შიალაგე ეს ფუფუნებაა მაცივარი გემზე ხო ნუ მართლა კი. ფოტო ცივა ის ინტერნეტი გაქვთ ილონ მასკის ო მაგიტოა ძვირი ჩვენი ის კი ჩვენთანაც ძვირია მოკლედ თუ ისეთ ძალიან შიმშილობა არ იქნა ჩახვალ რაღაცა ქვეყანაში გაასინჯე ხარი ნიკორა ჯორჯია მით პროდუქტ ახალი საწარმო გახსნეს უთხარი ჩამოვიდნენ დავხვდებით ამას ახლა გვერდზე გადავდეთ ნუ გეშინია წარმატებებს გისურვებ მშვიდობიანი ფრენა არის ხოლმე პილოტებისთვის და ზურგის ქარს არ ვიცი მაგ გემებს ქარი რამდენად ჭირდება მაგრამ ნუ რახან გამოდგება აი ქარი არ გჭირდება 7 ზღვა მას 7 ზღვა დიდი ზღვა კარგი მოგზაურობა საქმის კეთება და რა ვიცი რაც ამ კაპიტანს ავალია ნაწილი გავიგეთ ახლა ევალება და ერთი ბოთილი რომი უნდა დავა ხო ეს დაბოთლი ესე უნდა მოხსნა და ამით ვაი აქ ხო ამით დღევანდელი ჩვენი გადაცემის სტუმრის ნაწილი დასრულებულია გადავდივართ მომდევნო ბლოგზე ნიკორას ახალი საწარმოს თუ ქარხნის თუ რა ქვია საწარმო ქარხანა ფაბრიკა 64 ფაბრიკა მოიღე ახსნაზე ადრე ნამყოფები ვართ მაგრამ ეხლა ოფიციალურად გაიხსნა კი დიდი სცენა გვაქვს ახლა და უამრავი რაღაცა ხდება გარშემო და ადრე ნამყოფები გვაქვს და სხვა შორის კარგად გვაქვს დაცდილი აქედან რომ გამოვზიდეთ კალათები ნიუ-იორკამდე ჩაგვიყვანა ხო იქაც გვეყო და დაურიგეთ იქაურ მეჰოტდოგებს კი ბატონო მაგრამ ლაბაძე ვეღარ არის ფორმაში მე მგონი მოწყდა ხალხნა აქეთ რო დაინახა ჰოტდოგი და ამბავ მოაჭრა აქეთ და თავარი ფურჩეტი იქით ყოფილა და გამოტო იმდენი ჩამაღაჯი ჭამა რომ უკვე არა ეს არის ბიჭო მოსული ხარ ნიკორას ქარხნის გახსნაზე ჯერ უნდა მიირთვა ნიკორა დააგემოვნო ყველაფერი ახალი პროდუქციაში გამოუშვეს რაღაცები ყველაფერი უნდა გასიჯოდა იმას ხო ყოველთვის მოასწრებ კი ბატონო არ დაუშვია სტრატეგიული შეცდომა მაპატიეს ეხლა რანერას კომენტარი იცი? არ შეიძლება რომ ეს გახსნა შიგნით იყოს. ანუ ეხლა მე მგონი ესე გაჩუნდი ერთი წამი. გაჩუნდიო. კაი. გაჩუნდი წერ გაიგო. ხო, თქვი რას ამბობ? ხალხო, თქვენ ვერ წარმოიდგენთ აქ რა ხდება. ვერ სიტყვებით ვერ გადმოგცემთ, აქ უნდა იყოს. ამის გულისთვის გამაჩუმე. მაცადე ბიჭო, რაი. მილაპარაკე მე რამდენი წელი. ისეთი ხალხი, ისეთი მანქანებით მოსული ხალხი ჭამდა ძეხს წეღან. აი უბრალოდ აქ უნდა იყო და უყურო. მაგრამ ესე ყველა ვერ იქნები და მოსაწვევებით არის გენაცვალე. ეგრე არ არის. აი
კი არ მინახია რადევს, არ შემიმოწმეს, მიცნეს ეთქვა. მეც მაქვს ეგრე. მეც მაქვს. რაც მე ამათი პროდუქცია მაქვს დარიგებული ზოგიერთ ფილიალს გაყიდული არ იქნება. ვა, ნახე როგორი მოსაწვევი. შემოვეშვით. ნახე როგორი მოსაწვევი. ნახე რაღაცა სექსუალურია, შეყავი გამოყავი. ორთოდოქსია რა. არ უნდა მენახები, აზრი არ აქვს. ამ თემაზე ლაპარაკ. ღლაბუცი და მაიმუნი. ეხლა თქვენ რომ მე მარცხენ ხვდებით. აი, ეს გვაცდენენ ესე. ეხლა ამასობაში იმდენი რამე შეიშვება. უზარმაზარ საქმეს უცხები. ჯანერ რომ დააყენო და ილაპარაკოს და მე რომ გამიშვა. გამიშვა თავისუფალ ზურვაში. მიდი. ამასობაში გახსნეს უკვე რაღაცა. ქარხანა გახსნეს და ჩვენ გავართ ტროტუარზე. ჩვენ ახლა ვიმყოფებით ნიკორას სახელწარმოების კონსტანტინე სასიამოვნო სასია. კეთილი იყოს ჩვენი გიორგია, მიესალმე გიორგი. ჩვენ ახლა ვიმყოფებით წარმოების საოფისე ნაწილში, სადაც განთავსებულია მენეჯერების კაბინეტები, IT სამსახური, ბიზნესის პროცესების ანალიტიკა. ეს ცოტა აჰა. ოღონდ აი სუნი დგას. თვლიანი წარმოება არის გაყოფილი ორ ნაწილად, არის საწარმოო ნაწილი და არის მზა პროდუქციის ნაწილი. ეს ერთ-ერთი სტანდარტია ჩვენ სფეროში. არ უნდა ხდებოდეს ასე ვთქვათ მზა პროდუქციის და ნედლეულის ერთმანეთთან კვეთა. ეს ჩვენ საწარმოში 100% დაცული არის. პირველი არის ნედლეულის მიღების და პირველად დამუშავების უბანი, სადაც ხდება ნედლეულის მიღება, დაქუცმაცება, მომზადება, ასე ვთქვათ, შემდეგი უბნისთვის რომ მივიღოთ უკვე ფარშის კონდიცია. შემდეგი უბანი არის შაშხების დამზადების უბანი, სადაც ხდება ნედლეულის ინექტირება, მასირება, შესუნელება და მომზადება თერმული დამუშავებისთვის. ამ უბანზე მზადება მომეწა. ამ უბანზე შორის ძალიან გაისვანური მარილი მაქვს. სვანურ მარილს ჯერ არ ვიყენებთ ქართულ ძებს შევქმნით. აი რაღაცა ხეირი თქვენც ნახეთ. არა ხო ერთმანეთს გულში თუ არ დაუდექით ეგრეა. ეს არის შესუნელება ამ ხელა? კი, ეს არის სულ შესუნელება ამ უბანზე მზადდება მხოლოდ შაშხები. იქ არის კინძი. და აქვეც მუშაობს შემსუნელებელია? შესუნელების სპეციალისტები და ეწოდება. პროცესი როცა მიდის სუნელდება. როგი რეკავი რა შვები? ვასუნელები. ან სახში რომ მიხარ დღეს მე ვასუნე. შემდეგი უბანი არის ფარშის მომზადების და ფორმირების უბანი. აქ ხდება პროდუქციის 80%-ის წარმოება, ხდება ნედლეულის, სანელებლების ერთმანეთში შერევა, ფარშის კონდიციამდე მიყვანა და შემდეგი უბნისთვის გადაწოდება. აი ის სუნელების უბანი ზუსტად არის აქ. სწრაფად რომ შევძლოთ უფრო მეტად შესასუნელებელ ადგილზე მიწოდება. აქ არის ფარშირება, ხო? კი. ეს მონიტორი არის რა შესუნელებაში თქვენ ხართ მეოთხე. და შესაძლებელზე კაცები თქვენ მალე შეგასტუნელებთ. რიგში ხართ მეოთხე. შიგით რაღაცა გაიჩიტა. გაიჩიტა აი აქ ნახები. აი მე გაზო კრაკოულებს ავაკეთე. ამითი არ დაიბნე, არ დაიბნე. არა, რა უნდა დავიბნე? დავიბნე კი არა. არა, ბიჭო, ნახე რამდენია. აქ არის მზა პროდუქცია. ამ უბანზე უკანო დავბრუნდებით, შემდეგ ვისაუბრებთ. ერთი წამი აქ დაგელოდებით. წამო. ახე ბიჭო. შემდეგი უბანი არის ფარშის ფორმირების უბანი, სადაც ხდება სოსისების და ძეხვების ფარშის ფორმირება, სოსისების და ძეხვების ფორმის მიცემა. ამ უბნის შემდეგ არის უკვე მოსამწიფებელი მაცივრები, სადაც შეგიძლია ნებისმიერი ფორმა მიცე? ნებისმიერი ფორმა შეგვიძლია მიცეთ. რომელი უფრო სოსისის ფორმის მიცემა თუ ძეხვის? უფრო რთული არის სოსისის ფორმის მიცემა.
უკრავი ოსტატობა ჭირდება. სპეციალური ოსტატობა დიდო და კი რა თქმა უნდა დიდო ოსტატობა ჭირდება. არის რაღაც პოზიციები, რასაც ხელით ვაკეთებთ და რაღაც ავტომატურად არ კეთდება, ამიტომ ამასაც სჭირდება რაღაც ასე ვთქვათ, ხელის გაწაშვა. სკულპტორები. კი, დიახ. რომლებიც ძერწავენ ფარშისგან. აქ როგორ იგი როდენის სახელობის საწარმო ნაწილში სამხატვრო კონდეს გამთავრებული უბანი არის თერმულად დამუშავების უბანი, სადაც უკვე ხდება სადაც უკვე ფრთხილად უნდა იყო, რომ ხელი არ დაიწვა. არა, ხელს ვერ დაიწვა ფიზიკურად. ხდება პროდუქციის თერმულად დამუშავება, ხარშვა, შებოლვა და აი გემრიელი ლობების მიღება, რომელსაც შემდეგ ჩვენ უკვე მოყვარებას თავაზობთ. გააქვთ. მაყალიც გვაქვს. დიდი უზაკუზაკი. უკან. იპოდრომის ხელა მაყალი. აი, სხვა ექსკურსია მოდის და არავირიოთ ახლა ერთმანეთში. ესენი შესულელებაზე არიან, ჯერ ჩვენ უკვე ძალიან წინა ვართ. სპორტთა შორის ის ბიჭი უფრო ნაკლებად ესაუბრება და რაღაცა უგულოდ უკვე. აი ეს ზერები თერმულად დამუშავების შემდეგ პროდუქცია გადის უკვე დაფასოების უბანზე, სადაც ხდება სხვადასხვა ბოლო უბანი იქნება ღრანჭი. კი, ის ჩვენი უბანი არ არის. ეგ შენი უბანი არის და ეს არის უკვე დაფასოების უბანი, სადაც ხდება სხვადასხვა გრამაჟის, ცალობის დაფასოების მიღება, საბოლოო სახის მიცემა პროდუქტისთვის, რომელიც შემდეგ უკვე გადადის მზა პროდუქციის საწყობში და იქიდან ხდება უკვე განაწილება ჩემი რჩევა. საწყობებში. აქ პატარა ფანჯრები რო გააკეთოთ, რომ თავი შეყოფილი. რომ იქცნოს ყველაფერი. აქ არის დაფასოება თუ სპოილერი სპოილერი გამოვიდა. თელი ის ჩაუშალა ექსკურსია. მოვიარეთ ყველა ნაწილი შესულელება, დაფასოება და ასე შემდეგ. ახალი საწარმოს გახსნა ნელ-ნელა დასასრულისკენ მიდის ჩვენი ბლოკით დასასრულს უახლოვდება. ჩვენი ნაწილი გავხსენეთ. ჩვენი ნაწილი გახსნა, ლაბაძემ ყველაზე დიდი ნაწილი გახსნა, ჯანელამ ყველაზე პატარა და აი ესეთი გახსნილი საწარმოს ნელ-ნელა ვტოვებთ. კი. სანამ დატოვებთ, იცოდეთ რომ ჩვენ სახელზე საჩუქრებია, მაინც გეუბნებით. ამით დღევანდელი ჩვენი გადაცემის ეს ნაწილი დასრულებულია, გადავდივართ მომდევნო ნაწილზე. გადაცემის ბოლოს გვაქვს სოკარის რუბრიკა. სოკარს აქვს ახალი პროექტი, რომლის სლოგანია სოკარი, შენი მეგობარი განათლების გზაზე. ამ პროექტის შესახებ უფრო ვრცლად, მაგრამ საერთო ჯამში მაინც მოკლედ დათო მოგვახსენე. სოკარის სოციალური პასუხისმგებლობის პროექტის ფარგლებში მის თანამშრომლებს უფინანსებს განათლებას. ანუ სოკარის ბენზინგასამართი სადგურის ოპერატორები და უფროსი ოპერატორები, რომლებსაც აქვს აქტიური სტატუსი სტუდენტის, მიიღებენ სოკარისაგან სრულ დაფინანსებას. ანუ ეხლა თუ სწავლობ და გინდა მიიღოს სრულ დაფინანსება, მიხვალ სოკარში, გახდები ოპერატორი და მოგცემენ. თუ არ ვსწავლობ და მივიდე დავიწყო მუშაობა და მე ვიფიქრო სწავლაზე. მუშაობ, ჩააბარე, გახდი სტუდენტი, მიიღებ დაფინანსებას. გავიგე. კაი, სადა ვართ? სადა ვართ? სოკარის რუბრიკაში ჩვენ გაგაცნობთ უცნაურ იშვიათ პროფესიებს და იმ ხალხს, რომელიც ამ საქმიანობით არიან დაკავებულები. ამ რუბრიკას ვიწყებთ ისტორიული ადგილიდან. ეს არის ისტორიული ადამიანიდან. ისტორიული ადამიანიდან, ეს არის კოსტიუმების გაქირავება. და ბაბულიასთან. ხო, ცოტა ხალხია, როგორც ვაჟა, ილია, აკაკი ბაბულია. ეს ერთი სიტყვა გასაგები ხდება იმ წელს. ხო, პროფესიის დამატება არ მოვიდოდი სახში მივიდოდი, გადასაღებად მივიდივარ რუსთაველზე მე. ეს სად ბაბული? ბაბულია. ბაბულია მარტო სახელი კი არის, ბაბულია უკეთ სამსახურია. ბრენდია. ხო. ხო, არის გუჩი, ბაბულია. აი ხო. შეიძლება სხვაგან კონდეს რაღაც ესეთი ბიზნესი და რო კითხავენ, რა თმუშაობ? ბაბულიათ მუშაობ. მოგეთ შევიდეთ ახლა და გავეცნოთ ადგილზე კოსტიუმებს და ბაბულიასაც. მიდი. სანამ თქვენ მოხვიდოთ, ჩვენ ვისაუბრეთ ცოტა ხანი და აღმოჩნდა, რომ სხვებიც არიან ამ ბიზნესში, ოღონდ პირველი არის ბაბულია.
პირველი და ყველაზე ცნობი, გრანდიოზო. ჩემ ჩაცმაზე ზრუნავს მამული. ლაგის წყლები ვიქარი. გამარჯობა. ამას რაც ეს ვინ არის? დრაკულა? დრაკულას მოსასხამია. და რაფასიანია. ეს არის დრაკულას იაფიანი მოსასხამი. მე მითხრა რომ მაქვს უფრო კარგიც. აი ესე. რამდენი წელია რაც ამ საქმეს? დიდი ხანი ზუსტად არ მახსოვს, მაგრამ დიდი ხანია. აი რამდენი? 20? 15 ალბათ კიდევ ცოტა მეტიც. თავიდან იყავით ოპერაში. იქით კი. ჩემი ბავშვი რომ იმას აქში იყო რომ რაღაცა უნდა ჩაეცვა, იქ მოვდიოდი. მრეზოლაღიძის ქუჩაზე. კი. რა მაინტერესებს, იცი? თქვენ რო დაიწყეთ ეს საქმე, ეს ჩეულებრივი ჩასაცმელი იყო. ქუჩაში ხალხი. ესენი ისტორიული საინტერესო ისენია კოსმები. ასეთი რამეები მოწონთ ბიჭებს და შევქმნით ჩვენ. კი, კაცო, რა ხალხი მოდის. ნუ გარდა ბავშვებისა, რომლებსაც რაღაცა გამოსაშვები ისა. მსახიობები ხშირად გადაღებებისთვის. კი. კინოსთვის. კი, რა თქმა უნდა. ქორწილის ხალხი მოდის. ქორწილისთვის ჩოხები ბატონო ქართულად ვისაც უნდა. ქორწილში ვინმე დრაკულაც მია? არა. სხვათა შორის ჩვენ მაყურებელს თუ რამე არა ჩვენ ტანსაცმელში ვყავართ ნანახი, ეს არის დათვის ფორმაში ვარ მე პირადად. აი ჩვენი ისა კაბა და ჟილეტი. ჩემი ის რომაელი შენი რომაელი ცენტურიონი. ჩემები შეგნიში აქვს დიდი ზომები. აქ პატარა ზომებს კიდევენ და დიდი ზომები იქით. სულ რამდენი ის გექნებათ ეგზემპლარი? ბევრი აი ერთ ბაშად რამდენ კაც ჩააცმევთ რომ მოვიდეს? ბევრი გვაქვს, ოღონდ სხვადასხვანაირია. ხო, სხვადასხვა. აი მთელ საქართველოს ჩავბაცმევ ესე გიჟები დათვლილია. დათვლილია, არა ჭკვიანებივით ყველას ჩავაცმე. საქართველოს ვერა, მაგრამ საბურთალოს ჩააცმე. კი, კაცო. საბურთალო ბიჭოც ამბები არის ხო? არა, დათვლილია, აუდიტმა დათვალა ეს ყველაფერი. აჰა. უბრალოდ მე არ ყველაზე მახსოვს. ეგზოტიკური რა გაქვთ? აი უცნაური. უცნაური? ხო. აი კოსმონავტის კოსტუმი გააქვს. კოსმონავტი არა, მაგრამ აი ცოტა ინდიელები და ისეთი აბორიგენები მაქვს. მაგარი ის არის, აი მაგარი. კოსმონავტი მაგრამ არა, მაგრამ ინდიე. ინდიე არა, ისა ძველი იმისია. აკლემი გააქვთ? ბატონო. აკლემის რამე კურსი. აკლემი ბავშვისთვის მაქვს აკლემი. საბავშვო აკლემი. ბავშვისთვის მაქვს. მაინც და მაინც რომ ამას აკლემს. ვერ ჩაგვიტევთ იმ აკლებში რამე რო იყო. არა, ბავშვისთვის და ეს ძველ საკერავ მანქანა ზინგერს მაგონებს არ ვიცი ეგ არის თუ არა? ზინგერს წააგავს, მაგრამ ზინგერი არ არის, კარგად მუშაობს ძალიან. ეს არის იმისთვის რომ ვიღაცას თუ ძალიან დიდი წონა აქვს და ვერ ეტევა რომ გაუდიდოთ და დაუპატარაო. არა, ეს გასადიდებელი არა, ეს არის დასაბათარაო. არა, ჩვენში თუ ეს ძალიან ძველია, მაგრამ ერთგულია, კარგად გვემსახურება, კარგად მუშაობს. აქ რაც არის სხვათა შორის თითქმის ყველაფერი არის ბაბულია რა თქმა შეკერილი. უნდა. მარტ თქვენ შეკერილია რა თქმა უნდა, ყველაფერი. ძირთადად რა მიმართულებით ითხოვენ თუნდაც ბავშვები? ანუ სუპერგმირები, სუპერგმირები. კი, და დიდებისთვის მოთხოვნა უფრო ქართულ სამოსი. მაგრამ ხან ხო არის რაღაცა პოპულარული არის ამ ბოლო დროს აგვე კაი ხანია რაღაცა იმას აკეთებენ ხოლმე რაღაც საღამოს ორგანიზაციები რაღაცა სადაც კინოს ან რაღაცა ძველებური თუ კი რამე გვაქვს სიამოვნები. კი, როგორ არა. ეს გურული დრაკულა. რაღაცა ისეთი დრაკულია დრაკულიე. ეგ არის რაც მომერგოის წამოვიღე ქვია მაგას და ესე ადამიანს რო დაინახავთ ხო. შეგიძლიათ თქვა რა კოსტუმი მოუხდება როგორ არ აი შემიძლია? მაგალითად ან გამოიცნო რაზე მოდის. მაგას ამას რა დახატავს რა ეპოქა ინდიას არ გავსე ყველაფერი დახატავს კაცო, მშვენიერი კარგი ვაჟკაცია. ქართული კოსტუმიც, ევროპულიც, ძველი ეპოქისაც და ყველაფერი. რაც თავარია მაგრა იცავს ბაბულია ზომებს. ოღონდ თავისი კლასიფიკაცია აქვს. სადაც მე XXL კი არა ვარ, ბუნდოზერი. ბუნდოზერი. სრული მამაკაცი. ბუნდოზერივით კაცი. ეს არის და ბედი. ამასაც მაგარი აღმოჩენა გააკეთა, ქუდიც მჭირდებოდა და ამ ბუნდოზერივით კაცს თავის დიდი კოშკი.
ხوار შევწდით. არა რა შეცდი. გიორგის რა შეიძლება რომ მოვარგოთ ახლა? აი ეს მაინტერესებს არასდროს არ მხოლოდ. მოდი მოვარგოთ. ხო, აბა მოდი მოვარგოთ. ყაბალახი საკმარისია? კიდე სხვა უკეთეს. ახლა დავიწყოთ. მე დავიწყოთ. მგონი მე ისეთი ისა ვარ. ისეთი სიმპათიური. პირის სახის პატრონი. კაცო. ჟანერას თუ რამე გამოვიდოდა არავის არ ეს არ წამოიხუროს? არა ისევ კეპკა არა. ესე რა. აი, იყო ეს ასეც მშვენიერია. ბიჭო ეხლა ყაბალახი რა აბატს გავს თუ რა. აბატი. ხო. ირაკლის, მოდი ჩავაცოთ ქართული კოსტუმი, ბიჭებო. თუ თქვენ მე დამთავრთ. ქართული მოვირგოთ. არ ჯობია ქართული. მე შემძღვანელეთ. მე თქვენ ყველაფერი მოგიხდებათ. მე აი ეს მაღალ მამაკაცზე მაგ და მინდა რომ ეს ჩაგაცვა. აი მაღალ მამაკაცია კარგი რაღაცა. ეს ბაზრობაზე რომ მიდიხარ და იქიდან რო იძახიან დიდი ზომის სვიტრები გვაქვს. მაღალ მამაკაც. ნახე როგორ თქვენი ზომა ამ. რა კარგი ვქენი რომ გავხდი ამ ახალ წლებს. ო, მართლა ახალ წლებზე ყველა მოიმატა თქვენ თუ გახდით ყოჩა. აი ესე აი. ყოჩა. აბა გადაუღეთ ამ ლამაზ მამაშკაც ჩოხაში. ეს რომელი ჩოხა არის? ესე რომ უნდა იცეკო. ბაბულია, ბატონო, მაშინ მე ინდიელი არ გინდა, უფრო კაი რამე ჩავიცვათ. ჯანელასის ამ მიცვალებულის გააქვთ რამე. უქნებულის, ცხონებული. აბა მომძანდით გენცოლე. ვა, ეს რაღაცა ისე არის ჯადოსნური ჯოხია. ჩოხი დამალე ირაკი. ნეპტუნს ხო აქვს? ერთი წუთი დაიცადე. მიხემძღვანელეთ. ვა, იქო ის არის, რა ქვია. შოკოლადების ქარხნის მფლობელი. დირექტორი. ვილი ვონკა. აი, ნახე. ვა, ეს ჯოხი მევასა მე რა. არა, ჯოხი არის. არა, ამ ჯოხი ნებისმიერ ჩამოვიდა. ჯადოსნური ჯოხია. მოვაგდებ. ის არა, გაქვთ შესაბამისი ისა ქუდი? მაგისი? აკულოს ქუდი არ ქონდა. როგორ არ ქონდა და მე ქარში დაეკარგა. ცილინდრი უნდა, ესეთი ხო, რაღაც. ეს არის ცილინდრი. არ ვარ გა, აბა ნახე. არის მოცილინდროა, რა გინდა? კაია. მე ვინა ვარ? შენ ბოი არის. არა, მე ის ვიკონტი. იყავი ვიკონტი. ვიკონტე ბრაჟელონი. მოდი მაინც. ატოსის შვილია ეგ ვიკონ ბრაჟელონი. კი, ატოსის შვილი არის, კი ბატონო. ყველა საყვარელი პერსონაჟი ატოსი. ბათუმში ჩამოუბლაყუნდი. კარტოფალას რო ეგ ნაწილი. ვა. მაგარი სასტავი ვარ. ნახე, ის თარო აქვს გვირგვინების. რამე დასტოინი გვირგვინი მომაწოდე. მოაწოდე ნათია დასტოინი გვირგვინი. იმიტომ რომ ეს ხალათი ისეთია რომ ხალათი არ არის, მაგრამ კაი. დიპლომატია ბრუნეს. აბა ნახე. უბრალოდ დაგუპყრია. თქვენ დაიდე არა უშავს, კაი, არ იგრძნობა რომ პატარა. აი ცოტა წინ დამოწიე ცოტა ოდერა. ცოტა წინ აი ესე. ო ესე დარდი მანდულად ძველი ბიჭივით კარგად. გასვამი მეფე. არა, აი ამ ების გარეშე არა გააქვთ ეს ჩამოსაწევების გარეშე. ან ესეთი უნდა იყოს, ჩამოწევა ინდება ჩამოწევა. ან ჩაირეცხება. ხო, ან ჩაირეცხება. ან ვენტილატორი ჩაირთვება, ან რაღაც. 4 ოპცია. აი ესე ხო იყოს შენიერი. არა, ძალიან გიხდება. დამღადა. მე კი მე სამხედრო ბარათი არ ვიდე რა. აიღე აუცილებლად. ავედით ეხლა და პირველი საკარნავალო და ეროვნული კოსტუმების სანამ დაგემშვიდობებით ხო. ჩვენი სპონსორისგან ოიცა, ამას რა უხდება, ეს მე ხო ვიკონტი. ახლა ვიკონტ. ჩვენი სპონსორისგან აი, ვეი მარტისგან ესეთი გემრიელი საჩუქარი თქვენ. დიდი მადლობა. დიდი მადლობა ბიჭებო. მადლობა თქვენ. ერთი წამით გავთიშო. ვამპირს დაურეკე. ახალი სისხლი ჭირდება სასწრაფოდ. ძალიან დიდი მადლობა. წარმატებებს გისურვებთ. და ბარი მისამართიც უთხრათ, ვინც გვიყურებს. ეს არის თაბუკაშვილის 34. 35. არა, 15 წელი. 35 ვინც იცის, იმანე ბაბულიაც იცის. კი, კაცო. 15. აი, ჩვენ ვიყავით რეზო ლაღიძეზე, ჩამოვედით რეზო თაბუკაშვილზე, აქვე ახლოში, ოპერის უკან. ზოებში ტრიალები. კი, რა თქმა უნდა, ვიფურჩქდა. ძალიან დიდი მადლობა, დაგემშვიდობებით ეხლა. ბაბულია. კარგად ბრძანდებოდეთ.
ამით დღევანდელი ჩვენი გადაცემა დასრულებულია. გემშვიდობებით ერთი კვირით. კარგად ბრძანდებოდეთ. ჯანედ იქით არის კამერა. იქით არის. თვითონ კი არ მიტრიალდა, ხელი მიატრია. ახვამდის.